მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში იქნება ძალიან საინტერესო ვიდეო. Instagram Reels-ების განხილვა. ამხი გამოიწერა ვიდეო და ლაიქ და დავიწყეთ. შეიძლება მეგობრებო, Instagram-ის გამოყენება დაახლოებით ერთ თვე ნახევარი რაღაც ეს აქტიურად დავიწყე და მართლა ეგრე არის. მართალი აღარ სწავლობ პროჩი სწავლას, მაგრამ ბევრ რაღაც მომენტებს ვაკლდები ხოლმე. ანუ უნივერსიტეტის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი არის და მე უნივერსიტეტშიო. ჩემ კურსერებს მიმართავ, ხო გახსოვართ როგორც ვიყავი ისე ვარ ეხლაც. ანუ არ აქვს მნიშვნელობა უნივერსიტეტში, ეხლაც ესე ვარ. ჩემი ევროპაშია ველოსიპედის ბიზნესი აქვს თედენ. Like, I hope you answer my calls when I call. You think I don't know you're here? That's not happening. Think I don't know? Think I don't know? Please. Ულისტკევილი. გაიყო, ანუ აბიჯო, აი, აშკარად გამოდის, რომ Instagram-ზე უფრო კარგი რაღაცეები დება ვიდრე TikTok-ზე, იმიტომ რომ Instagram-ი ყველა პლატფორმასგან განსხვავებით არის ყველაზე გაფილტრული. მართლა ძალიან მაგარი არის, გავაგზავნოთ. Reels-მენების ტკივილი არის ეს, თუ ესე არის დაალაიქეთ, ანუ თუ უყრით ძალიან ბევრი ვიდეოს და ესე გიკიდებენ, დაალაიქეთ. ამას მე რაც მახსოვს, ამას მათემატიკის მასწავლებელი აკეთებდა ხოლმე, სანამ არ მორჩებოდა რაღაც ის ახსნას, ან რაღაც ტესტის ამოხსნას, მე რომელიც საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერს ვერ ვიგებდი, ველოდებოდი. დახმარება გთხოვა დედამ. დახმარება გთხოვა ბებომ, მამა. გამოვლინი მაგას ვიცი. აი ChatGPT არის უნიკალური რაღაც, მე ისე ვფიქრობ, იმდენ რაღაცაში გამომადგება, აი მაგალითად YouTube-ის რაიმე იდეა გინდა, ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში შემდის, რომ YouTube-ისკენ მიდის. დავალება, ვიღაცას რაღაც კითხვა გვეხსნი ChatGPT. რაღაც თავის ტკივილი გაწუხებს რაღაცა ChatGPT. ვიღაცა მოეწონა ChatGPT რჩევები რამე რომი, ყველაფერში აი მაგარი არის. ასე რომ ძალიან მაგარი რაღაცა. როდესაც მეგობარი გეუბნება, რომ მასწავლებლებს ფეხსაცმელებს შევხედო. ჩემს კლასელებს იმედი მაქვს გახსოვთ გლადიატორების ფეხსაცმელები. აი ამ ვიდეოს თუ ნახავთ, ამინ კომენტარეთ გლადიატორები თუ გახსოვთ. მე ყველა ჩემი კლასელის პრეზენტაციაზე კი. არც ერთი სპარ მახსოვს, არც ერთი პრეზენტაცია, ნუ რაღაც შეიძლება მახსოვდეს, მაგრამ ესე არ მახსოვს. ერთადერთი მახსოვს ჩემი ორი კლასელი გოგონას მუსიკის გაკეთებაზე შესრულებული მუსიკა, რომელიც იყო უნიკალური. მართლა უნიკალური და რომლის გამოც თავის საუკუნოდ მაჯოს მე რატო იცინოდიო. შემდეგ როგორ შეგრძნება, როცა კლასის ჩატში დავალებებს კითხულობ? ამასობაში ყველა ხსინავს. არა, უშავ ჩემი კლასის ჩატში რაღაცას ოცავ წერხონა, ყოველთვის მაინც ხსინავენ, რაც არ უნდა სისწრაფე ჩავაგდო, იქნებ რაღაცა ისეთი მინდა, რომ ყველა პავიყოლიო, მაინც ყველა ხსინავს, ასე რომ it's okay. ჩაიხადე ლაივში. მასურა, შენ ერთ ადგილზე ეშმაკმა დაგსუნა. ატლასის ხოდა ჩაიხადე ლაივში. შენ და კომენტარები შენ დედა შესაძობოკობე, მაგრამ რატო სულ გამოყლევდა ხალი? როდის ელოდები? რა ვიცი, შეიძლება ახლავე მოვიდეს. შეიძლება დააგვიანდეს. შეიძლება სულ არ მოვიდეს. შეიძლება არასდროს არ მოვიდეს, მაგრამ არა უშუალოდ თქვენ არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. სრულად უფასო არის და შემდეგ ვიდეო აუცილებლად მოვა. მადლობა. ესეთი ვიდეოები შეიძლება Instagram-ზე? შენ მარტო ეგენი გატესტე და ზარცველი შემოდის ღამის 3 საათზე, იმით რომ ყველას გძინავს. და უეჭველი YouTuber-ი მე, რომელიც ღამის 3 საათზე ვიღებ ამ ვიდეოს. ხანავай გავხევშუა. დღევანდელი ვიდეო სულას იყო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, რომელიც მალევე გამოვა. ნახვამდის.